ნაციონალური ასამბლეის დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი და უბრალოდ ავტობუსის მძღოლი. ადამიანი, რომელიც უკვე 11 წელია მართავს ლათინური ამერიკის 29 მილიონიან ქვეყანას, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარს და ამასთანავე ღარიბს მთელს მსოფლიოში. მას ასე დღეს ვისაუბრებთ ვენესუელის პრეზიდენტზე, ნიკოლას მადუროზე. სანამ უშუალოდ ნიკოლას მადუროზე გადავალთ, მე მინდა მოკლედ მოგიყვეთ ვენესუელაზე, ლათინური ამერიკის ამ გადასარევ ქვეყანაზე. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ვენესუელა არის ცნობილი გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი ქალები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, სულ იმარჯვებენ მის მსოფლიოში, აი ამ კონკურსებზე. გარდა ამისა, ვენესუელა იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგების მიხედვით. კი ბატონო, არა საუდის არაბეთი, ან სხვა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, არა რუსეთი, არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ვენესუელა. 50-იან წლებში ვენესუელა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მერე მსოფლიოში. მაგრამ დღეს სიტუაცია და უკვე დიდი ხანია ეს სიტუაცია შეიცვალა. საქმე ის არის, რომ ამ ქვეყანას აქვს გრძელი ისტორია დიქტატორული მმართველობის, სამხედრო ხუნტაც იყო ამ ქვეყნის სათავეში გარკვეული პერიოდი, მაგრამ 1999 წლიდან ამ ქვეყანას მართავენ სოციალისტური ლიდერები. ჯერ ეს იყო უგო ჩავესი, ვენესუელის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელი, დღეს კი ნიკოლას მადურო. სამწუხაროდ ვერც ერთმა პრეზიდენტმა და ხელმძღვანელმა, რომელიც მართავდა და მართავს ვენესუელას, ვერ დაძლია ეგრეთ წოდებული ჰოლანდიური დაავადება, Dutch disease. რა არის ეს? ეს არის ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის ან ენერგო სექტორზე. ბევრ ქვეყანას, სადაც არის ნავთობის ან გაზის დიდი მარაგები, ეს დაავადება ახასიათებს და განსაკუთრებით მძიმეა ამ დაავადების გადატანა იმ პერიოდში, როდესაც ნავთობის ან გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად ეცემა. ანუ იმ პერიოდებში, როდესაც ფასი არის მაღალი, შედარებით ნორმალური ეკონომიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი ფასი ხდება უფრო დაბალი, ამ ქვეყანას ექნება ხოლმე ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ამიტომაც ძალიან ხშირად ეკონომისტები, ექსპერტები საუბრობენ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ეს დიდი მარაგები ნავთობის ან გაზის, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ განავითარონ ეკონომიკის სხვა სექტორები. ვენესუელის შემთხვევაში სამწუხაროდ ესე არ მოხდა. გარდა ამისა, ბოლო უკვე 20 წელზე მეტია, მთლიანად ენერგოსექტორი არის სახელმწიფოს მფლობელობაში. ანუ იქ არ არის კერძო კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ენერგო სექტორში. და გარკვეულწილად ესეც ხელს უშლის ამ სექტორის განვითარებას. მას ასე გადავიდეთ დღევანდელ გმირზე, ნიკოლას მადუროზე, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა თავისი მეგობარი, თანამებრძოლე უგო ჩავესი, უაღრესად პოპულარული ლიდერი. ნიკოლას მადურო დაიბადა 1962 წლის 23 ნოემბერს. საქართველოში რო დაბადებულიყო, ალბათ გიორგის დაარქმევდნენ, მაგრამ არა, დაარქვეს ნიკოლასი. მამამისი, ისევ როგორც ბაბუა და საერთოდ წინაპრები მამის მხრიდან იყვნენ ებრაელები. დედა კი წარმოშობით კოლუმბიელი. მოკლედ დაიბადა კარაკასში, ვენესუელის დედაქალაქში. მადურომ დაამთავრა სკოლა და ლიცეუმი კარაკასში, შემდეგ კი აღარ გააგრძელა სწავლა, დღემდე ვენესუელის პრეზიდენტს არ აქვს უმაღლესი განათლება, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა და არ ჰქონდათ საშუალება, რომ გაეგრძელებინა სწავლა. ამიტომ ნიკოლას მადურომ, ეს 80-იან წლებზეა საუბარი, დაიწყო მუშაობა ავტობუსის მძღოლად. შემდეგ კი სამუშაოდ გადავიდა მეტროში. აი 80-იანი წლების ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ იწყება მადუროს პოლიტიკური კარიერა, რადგან იგი გახდა ადგილობრივი პროფკავშირის ძალიან აქტიური წევრი. შემდეგ კი ხელმძღვანელი, მეტროს პროფკავშირის ხელმძღვანელი. უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს
მადუროს პოლიტიკური კარიერა მიაღწია თავის პიკს. ჯერ ის იყო ნაციონალური ასამბლეის, ესე ქვია, პარლამენტს ვენესუელაში დეპუტატი გახდა, შემდეგ აირჩიეს პარლამენტის სპიკერად. 2006 წელს ადამიანი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ქონდა უმაღლესი განათლება, გახდა 29 მილიონიანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 2006 წელს, სხვათა შორის, ესეთი ეპიზოდი იყო მადუროს ბიოგრაფიაში, როდესაც იგი იმყოფებოდა ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან, როდესაც ბრუნდებოდა აეროპორტში, ამერიკის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, FBI-ის თანამშრომლებმა, იგი დააკავეს. რატომ? იმიტომ, რომ ქონდა ჩემოდანი სავსე ფულით და თან ფულით და არა ბარათით ყიდულობდა ავიაბილეთებს. პატარა გამოძიება იყო, ამან გამოიწვია ესეთი დიპლომატიური სკანდალი ვენესუელასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ამ ორ ქვეყანას ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აქვთ კარგი ურთიერთობა, რადგან უგო ჩავესი და ასევე ნიკოლას მადურო არიან სოციალისტური პარტიის ლიდერები და ამიტომ კაპიტალისტურ ამერიკას ებრძვიან. მოკლედ მადურო გაანთავისუფლეს, დაბრუნდა კარაკასში, შემდეგ გააგრძელა ეს თავისი კარიერა. უგო ჩავესის პრეზიდენტობის ბოლო წლებში მადურო გახდა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წლის დეკემბერში უგო ჩავესმა, რომელიც უკვე ავად იყო, განაცხადა, რომ მის მოვალეობას, მისი სიკვდილის შემდეგ შეასრულებს ნიკოლას მადურო, რომელიც იმ პერიოდში იყო ვიცე-პრეზიდენტი. ესეც მოხდა, უგო ჩავესი გარდაიცვალა. არსებობს სხვადასხვა ვერსია მის სიკვდილთან დაკავშირებით. ოფიციალური ვერსიით იგი გარდაიცვალა გულის შეტევით, თუმცა მეორე ვერსიის მიხედვით მას ჰქონდა კიბო. თუმცა მადურო არაერთხელ აცხადებდა, რომ უგო ჩავესი მოკლეს. ასაკურველია ამერიკელებმა. უფრო მეტიც შემდეგ, როდესაც მადურო გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, განსაკუთრებით პირველ თვეებში, სიკვდილის მერე, ხშირად დადიოდა ხოლმე უგო ჩავესის სასაფლაოზე და ხალხს უყვებოდა, რომ უგო ჩავესი ევლინება მას როგორც ჩიტი, რომელიც რაღაცეებს უყვება, როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ესეთ საინტერესო ამბავია. მოკლედ, 2013 წლის დეკემბერში ვენესუელაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები და მადურო გახდა პრეზიდენტი. სხვათა შორის, მან სულ პროცენტ ნახევრით, თითქმის 2%-ით აჯობა თავის თავარ კონკურენტს ენრიკე კაპრილეს. ანუ ეს არ იყო ძალიან ესეთი დამაჯერებელი გამარჯვება. 50%-ზე ოდნავ უფრო მეტი მიიღო იმ არჩევნებზე ნიკოლას მადურო. მადუროს პირველი საპრეზიდენტო ვადა დაიწყო ბევრი ეკონომიკური პრობლემებით. ქვეყნის საგარეო ვალი მაშინ შეადგენდა 60-იანი შიდა პროდუქტის 70%. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სხვათა შორის, შედარებისთვის ვიტყვი, რომ საქართველოში დღეს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 77%-ს შეადგენს. ძალიან დიდი მაჩვენებელია ესეც, მაგრამ ვენესუელას ჩვენგან განსხვავებით ბევრი ნავთობი აქვს. მოკლედ, 70%-იანი საგარეო ვალი, საბიუჯეტო დეფიციტი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2013 წელს მსოფლიო ბაზარზე შედარებით მაღალი ფასი იყო ნავთობის, ამიტომ ქვეყანამ შეძლო და 1.5-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა 2013 წელი. მადურომ გამოაცხადა ბრძოლა კორუფციასთან და ბრძოლა დიდ ბიზნესთან. დაიწყეს კონფისკაცია საქონლის, მაღაზიებიდან ამოღება საქონლის და ამ საქონლის დარიგება ღარიბი ადამიანებისთვის. და ვენესუელაში მაშინ არსებობდა ძალიან დიდი ქსელი, სადაც იყიდებოდა ძირითადად ელექტროსაქონელი. ეს ქსელი, რომელსაც ერქვა დაკა, ამ ქსელის ნაციონალიზაცია მოახდინეს. ქსელის მეპატრონე კი ჩასვეს ციხეში. ისევე, როგორც ძალიან ბევრი ბიზნესის მფლობელი. მაგრამ არც საქონლის კონფისკაციამ, არც რაღაც ბიზნესმენების დაკავებამ არ უშველა ეკონომიკურ სიტუაციას. ამიტომ უკვე 2014 წელს ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები, ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას ამ აქციებში. რაღაცა მომენტში აქციებს არბევდა პოლიცია, ასობით ადამიანი დააკავეს.
მაგრამ ეს მაინც არაჩერებდა ვენესუელელებს, რომლებიც ძალიან სერიოზული და მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით აი ამ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო. გარდა ამისა, ძალიან გაუარესდა კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში. 2015 წელს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. თუ 2014-ში ინფლაცია ქვეყანაში შეადგენდა 56%, 2015-ში და 2016-ში ეს ამ მაჩვენებელმა 181%-ს მიაღწია, წარმოიდგინეთ. ჰიპერინფლაცია. ეროვნული ვალუტა კი, რომელსაც ქვია ბოლივარი, ვალუტამ 37%-ით განიცადა დევალვაცია. ანუ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია, კრიმინოგენური სიტუაცია, ძალიან ბევრი პრობლემა. ხალხი კი გამოდის მიტინგებზე და პროტესტებზე, მაგრამ პოლიციაც არიხევს და მადურო არიხევენ უკან. უნდა ითქვას, რომ ნიკოლას მადურო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპულისტი. აი, სულ დიქტატორებზე და პოპულისტებზე ყვები ამ ჩვენ, ესე იგი, პირადი საქმის ეპიზოდებში, მაგრამ ესეა. ამიტომ მადურომ 2014 წელს, პრინციპში არჩევნების შემდეგ სულ ცოტა ხანში, გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს თავისი ძალიან პოპულარული, ქარიზმატული ლიდერის უგო ჩავესის ტრადიცია და გააკეთოს რადიო გადაცემა. ამ გადაცემას ერქვა En contacte con Maduro. ანუ კონტაქტში მადუროსთან. ამ გადაცემის მსვლელობის დროს, სადაც მადურო სხვადასხვა თემებზე და საკითხებზე საუბრობდა, ადამიანებს შეეძლოთ, რომ დაერეკათ პირდაპირ ეთერში, დაესვათ თავისი შეკითხვები და საერთოდ გასაუბრებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტს. ეს მათ ძალიან ამხნევებდა და ახარებდა. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კი არსად არ მიდიოდა. უგო ჩავეს საკუთარი ტელერადიო გადაცემა ჰქონდა, რომელსაც ერქვა ალო პრეზიდენტო, იქაც ადამიანები რეკავდნენ პირდაპირ ეთერში და რაღაცებს ეკითხებოდნენ საყვარელ ლიდერს. 2015 წელს დეკემბერში ვენესუელაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ღრმავდებოდა სოციალური ეკონომიკური კრიზისი, უმრავლესობა ადგილების პარლამენტში მოიპოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ ჰქონდათ საშუალება, იმდენი ადგილი ჰქონდათ პარლამენტში, რომ გამოეცხადებინათ იმპიჩმენტი ქვეყნის პრეზიდენტისთვის. დეპუტატებმა დაიწყეს მზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის, მაგრამ მადუროს ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერა. უზენაესმა სასამართლომ ჩამოართვა მანდატები 3 ოპოზიციურ დეპუტატს და ოპოზიციამ დაკარგა კვალიფიციური უმრავლესობა პარლამენტში. გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კანონი ამნისტიის შესახებ და პროტესტების ერთ-ერთი ლიდერი, ლოპესი, აღარ გამოუშვეს ციხიდან. მაგრამ პროტესტები გრძელდებოდა და მადურომ იმის მაგივრად რომ რაღაცა უფრო ქმედითი და სერიოზული ნაბიჯები გადადგას და რამენაერად გამოასწოროს სოციალური ეკონომიკური სიტუაცია ძალიან მდიდარ ქვეყანაში, მადურო გაემგზავრა ვატიკანში, სადაც შეხვდა რომის პაპს. მოგეხსენებათ, რომის პაპი ფრანცისკი არის წარმოშობით არგენტინიდან, ანუ ლათინური ამერიკიდან. აი ამ შეხვედრის შემდეგ, არ ვიცი რა მოლაპარაკება გაიმართა ორ ამ ადამიანს შორის, მაგრამ ვატიკანმა გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი ვენესუელაში. ეს წარმომადგენელი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, პროტესტების ლიდერებს და აქტივისტებს და პროტესტები შეჩერდა. 2016 წელს ჰიპერინფლაციამ ქვეყანაში 8%-ს მიაღწია. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი და ამიტომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ დაატოვოს ვენესუელა. 2016 წლის დასაწყისიდან 2018 წლამდე ქვეყანა დატოვეს დაახლოებით 2 მილიონიდან 4 მილიონ ადამიანამდე. ყველა ეს ადამიანი ძირითადად გაემგზავრა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ესეც უნდა ითქვას, რომ 2014 წლიდან 2023 წლამდე ვენესუელა დატოვა დაახლოებით 7 მილიონ 300,000-მა ადამიანმა. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ლტოლვილები სირიიდან ან უკრაინიდან, სადაც მიმდინარეობს ომი. 2017 წლის 1 მაისს მადურომ გამოსცა განკარგულება
და დანიშნა ახალი არჩევნები საკონსტიტუციო ასამბლეაში. ეს ამის მთავარი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ მადუროს სურდა კონსტიტუციის შეცვლა. განსაკუთრებით იმ მუხლების, რომლებიც ეხებოდა საპრეზიდენტო მმართველობას. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნები მაინც გაიმართა ივლისში, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ოფიციალური ინფორმაციით დაახლოებით 41-42%. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი მივიდა საარჩევნო უბნებზე. არჩევნების შედეგები არ ცნო ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ, შვეიცარიამ, ევროკავშირმა და ასე შემდეგ. არ ცნეს ამ არჩევნების შედეგები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მადურომ ისევ გააგრძელა თავისი ავტორიტარული პოლიტიკა. 2017 წლის ივლისის ბოლოს კანადამ და ამერიკამ შემოიღეს პირველი სანქციები მადუროს წინააღმდეგ, მაგრამ ამანაც როგორც ხედავთ, ამანაც არ იმუშავა. 2018 წლის მაისში ვენესუელაში გაიმართა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. უკვე ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი, ჰუმანიტარული კრიზისი, ამერიკამ, კანადამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ შემოიღო სანქციები მადუროს და ოფიციალური პირების წინააღმდეგ. ქვეყანას ტოვებს ხალხი მიდიან სხვა ქვეყნებში. მადურო გადაირჩიეს ახალი უკვე 6 წლიანი ვადით და მან მიიღო უკვე 67 78% ხმების. რასაკვირველია არა მარტო ოპოზიციის დათვლით, არამედ ობიექტურადაც ყველა აცხადებდა, რომ ეს არჩევნების შედეგები იყო გაყალბებული და მადურომ ამ არჩევნებში წააგო. ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ არ ცნო ამ არჩევნების შედეგები ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, ისევ ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა და ასე შემდეგ. მაგრამ ვინ მიულოცა მადუროს? რასაკვირველია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ზოგადად აქ ვიტყვი, რომ პუტინს და მადუროს, ისევე როგორც პუტინს და თავის დროზე ჩავეს, იმიტომ რომ პუტინი იმდენი ხანი მართავს რუსეთს, რომ ჯერ ჩავესი იყო პრეზიდენტი, ახლა მადუროა პრეზიდენტი, ძალიან განსაკუთრებულად თბილი მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საქართველოში თუ კი იციან იმაზე თუ რა ხდება ვენესუელაში, ან საერთოდ რას წარმოადგენს ვენესუელა, შეიძლება ბევრი არ იცოდნენ, მაგრამ ის ნამდვილად იციან, რომ ვენესუელამ რუსეთის შემდეგ 2008 წელს ცნო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. დიახ, იმ ქვეყნების სიაში შედის, რომლებაც ცნეს საქართველოს აი ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. რუსეთის გარდა და რუსეთის ლიდერის გარდა მადუროს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს სალვადორმა, კუბამ და ჩინეთმა. პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა 2019 წლის იანვარში. ზოგადად უცნაური, არ ვიცი, ესეთი ტრადიცია ვენესუელაში არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვეში შემდეგ ხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. რატოღაც ესე, არჩევნები ჩატარდა მაისში და შემდეგი წლის იანვარში იყო ინაუგურაცია. იქედან გამომდინარე, რომ არჩევნების შედეგები, ეს ყველაფერი ხდებოდა მასობრივი პროტესტების ფონზე, ამიტომ ინაუგურაცია გაიმართა არა მოედანზე და არა პარლამენტში, არამედ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში. მაგრამ ინაუგურაციამდე რამდენიმე თვით ადრე 2018 წლის აგვისტოში ვენესუელაში განხორციელდა წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა მადუროზე. მადურო ესწრებოდა სამხედრო აღლუმს, რომელიც მიძღვნილი იყო ეროვნული გვარდიის 91 წლის თავს. ეს მცდელობა განხორციელდა რამდენიმე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით, მაგრამ პოლიციამ ჩამოაგდო ეს დრონები
მადურო იყო არ დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე პოლიციელი და სხვა შორის გავლელი და ადამიანი, რომელიც ამ აღლუმს ეხებოდა, არავინ არ დაღუპულა, მადუროც გადარჩა. მადურომ ამ ტერაქტში დაადანაშაულა რადიკალური მემარჯვენე ძალები და სხვათა შორის დაადანაშაულა მეზობელი ქვეყანა კოლუმბია და კოლუმბიის მაშინდელი პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი. ისიც უნდა ითქვას, რომ კოლუმბიას და ვენესუელას მიუხედავად იმისა, რომ მადუროს დედა არის წარმოშობით კოლუმბიიდან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას უკვე დიდი ხანია არ აქვთ კარგი ურთიერთობა. სანტოსმა ბუნებრივია უარი თქვა ამაზე და განაცხადა, რომ არანაირ კავშირში არ არის ამ ტერაქტთან, მაგრამ მადუროს ვერსიით აი ამ მკვლელობის მცდელობის უკან იდგნენ ძალები კოლუმბიიდან, რომლებსაც ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა პასუხისგებლობა ამ ტერაქტზე აიღეს რამდენიმე რადიკალურმა დაჯგუფებამ, ადგილობრივმა ვენესუელელმა მემარჯვენე ძალებმა. ამ ინციდენტის შემდეგ 25 ადამიანი დააკავეს და ისინი დღემდე არიან ციხეში. ინაugurაციის შემდეგ 2019 წლის იანვარში პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაგრძელდა და გაღრმავდა. ქვეყანაში გაგრძელდა მრავალათასიანი მიტინგები, რომელსაც არბევს პოლიცია, ხალხს აკავებენ, ბევრი დაშავებულია დაკავებების და დარბევის დროს, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა და ნაციონალური ეროვნული ასამბლეის ყოფილმა სპიკერმა ხუან გუაიდომ გამოაცხადა საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ანუ გაჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრი ქვეყანაში, იქ პრეზიდენტის გარდა გაჩნდნენ ახალი მინისტრები, შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი და ისინი აცხადებდნენ, რომ სინამდვილეში ისინი მართავენ ქვეყანას. სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე ისტორიას ახსოვს არაერთი მაგალითი მსგავსი მცდელობის წარუმატებლობით დასრულდა ეს ყველაფერი და ნამდვილად აი ამ ორი ცენტრის არსებობამ არაფერი კარგი არ მოუტანა ვენესუელას. ესე მივედით 2024 წლამდე. მადურო მართავს ქვეყანას, ხანდახან მიტინგები და საპროტესტო ტალღა უფრო აქტიურდება, ხანდახან ეკონომიკური სიტუაცია ოდნავ შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ნავთობის ფასის ზრდის ფონზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ ძირითადად ქვეყანაში გრძელდება ეკონომიკური კრიზისი, ძირითადად გრძელდება პოლიტიკური კრიზისი და 2024 წლის ზაფხულში ქვეყანაში ტარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც გითხარით, მადურომ უკვე შეცვალა კონსტიტუცია, იქამდე მისი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა უნდა დასრულებულიყო 2024 წელს, მაგრამ ესეც ხო ვიცით. სოფლიო პოლიტიკაში, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები და მმართველები ცვლიან ქვეყნის მთავარ კანონს ისე, როგორც მათ აწყობთ და როგორც მათ სურთ. მადუროს მთავარი კონკურენტი იყო ედმუნდო გონსალესი, 75 წლის პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი, გამოცდილი პოლიტიკოსი. ოპოზიციის მტკიცებით ეს არჩევნები მოიგო გონსალესმა და მიიღო 70%-ზე მეტი ხმების 70%. მაგრამ რასაკვირველია, მადურომ გამოაცხადა საკუთარი თავი არჩევნების გამარჯვებულად. ისევ ქვეყანაში დაიწყო მრავალათასიანი პროტესტები და ამ პროტესტებს კიდევ უფრო სასტიკად არბევს პოლიცია. პროტესტების დროს დააკავეს დაახლოებით 2500 ადამიანი. 25 ადამიანი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა პროტესტების დარბევის დროს, 200-ზე მეტმა კი მიიღო სხვადასხვა ტიპის ჭრილობა და დაზიანება. ეს საპროტესტო ტალღა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება ვენესუელაში, მაგრამ მადურო უკან არ იხევს. გონსალესი უნდა დაეკავებინათ, მაგრამ გონსალესმა დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა ესპანეთში. პროტესტები გრძელდება,
მადურო კი აგრძელებს უკვე თავის მესამე საპრეზიდენტო ვადას. რა მინდა ვთქვა კიდევ ნიკოლას მადუროზე, ესეთ ავტორიტარულ ლიდერზე, ზოგადად ლათინურ ამერიკას აქვს ისტორია დიქტატორული მმართველობის, სამხედრო ხუნტის მმართველობის. ეს ძალიან კარგად აისახა ლათინო-ამერიკულ ლიტერატურაშიც. ყველამ ვიცით ძალიან ცნობილი კოლუმბიელი მწერლის მარკესის ნაწარმოები პატრიარქის შემოდგომა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი რომანი, რაც კი დაწერილა დიქტატორებზე. ესეთ გაუნათლებელ დიქტატორს. გარდა ამისა, ვისაც აინტერესებთ ესეთი ტიპის ლიტერატურა, მე ძალიან ვურჩევდი კიდევ ერთ სამხრეთ ამერიკელ მწერალს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მარიო ვარგას ლიოსა და მისი ორი რომანი, რომელიც ეხება დიქტატორებს და დიქტატორულ მმართველობას, ერთს ქვია საუბარი კათედრალში და მეორეს ვაცის ნადიმი, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია. კიდე არის ასტურიასი, ბევრი სხვა, იმიტომაც არის, რომ ლიტერატურაში აისახა ის, რასაც ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში, ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. დავუბრუნდეთ მადუროს. მადურო, როგორც ესეთი ავტორიტარული ლიდერი, ექსტრავაგანტულ და უცნაურ რაღაცებს, გადაწყვეტილებებს იღებს კიდევაც. მაგალითად, წელს და ეს ხდება არა პირველად მის ბიოგრაფიაში, მან გამოაცხადა, რომ აწი ვენესუელაში შობას აღნიშნავენ 1 ოქტომბერს. ხა რაშია საქმე? რატო აცხადებს ხან ერთ თარიღს და ხან მეორე თარიღს ნავიდადი შობა რატო უნდა იყოს ვენესუელაში სხვა დღეებში რატო უნდა აღნიშნონ? საქმე ის არის, რომ შობამდე მთავრობა ურიგებს ხალხს პროდუქტებს. კარტოფილის დარიგება ხო გახსოვთ? ურიგებს სხვადასხვა პროდუქტებს და წელს აი ამ მრავალათასიანი აქტიური პროტესტების ფონზე მადუროს ეთყობა არაფერი არ მოუვიდა უფრო საინტერესო თავში, ვიდრე ის რომ გამოეცხადებინა, რომ 1 ოქტომბერს აწი აღნიშნავთ შობას და 1 ოქტომბრამდე ხალხს დაურიგეს სხვადასხვა პროდუქტი და ესე ვთქვათ, იმედი ჰქონდათ, რომ ამით ეს საპროტესტო ტალღა გაჩერდებოდა. რაც შეეხება ვენესუელის საგარეო პოლიტიკას, როგორც მიხვდით, მთავარი მტერი ვენესუელის არის ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა ამისა, მას საკმაოდ რთული დაძაბული ურთიერთობა აქვს ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან, ეხა ევროკავშირზე და კანადაზე და სხვა დიდ კაპიტალისტურ ქვეყნებზე აღარ საუბრობთ. სოციალისტური პარტიის ლიდერია კაცი და კაპიტალისტებთან არ მეგობრობს. იქ ჩინეთი, რუსეთი, ესენი არიან მისი მეგობრები. ერთ-ერთ გამოსვლაში მადურო შეეხო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს. მან მხარი დაუჭირა ხამას, არა უბრალოდ პალესტინელებს, არა იმას, რომ ღაზაში ის რაც ხდება ღაზაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, არამედ ხამას როგორც ორგანიზაციას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ იესო ქრისტე იყო პალესტინელი, რომელიც მოკლა და გაანადგურა ესპანურმა იმპერიამ. აქ პაუზას გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ციტატაა, შეგიძლიათ მოიძიოთ, ნამდვილად ნათქვამი აქვს მადუროს, პალესტინელი, რომელიც ესპანურმა უკაცრავად, აი მიკროფონიც კი გაუგნდა, იმპერიამ გაანადგურა. კი ბატონო. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომელსაც მე მინდა დავუთმო ყურადღება, ეს არის ნიკოლას მადუროს და ილონ მასკის ურთიერთობა. 2024 წელს გამართული არჩევნების შემდეგ და ამ პროტესტების ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ვენესუელაში, ილონ მასკმა თავის პლატფორმაზე, რომელიც შეიძინა, რომელსაც ადრე ტვიტერი ერქვა, რა გაისახელი იყო, ეხა კი ექსი ქვია, არაერთი პოსტი დაწერა, სადაც აკრიტიკებდა მადუროს. მადურომ საპასუხოდ შევიდა დიალოგში ილონ მასკთან, განაცხადა, მე ვამბობდი, რომ ვენესუელა მსოფლიო ძალების ეროვნული და საერთაშორისო აგრესიის წინაშე დგას. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ილონ მასკიც შეპყრობილია ვენესუელის ხელში ჩაგდებით და გარედან მართვით. ესეთი განცხადება გააკეთა. შემდეგ ეს დიალოგი
ორ აი ამ პერსონაჟს შორის გაგრძელდა. ილონ მასკმა, როგორც ხედავთ, განაცხადა, რომ მზად არის, რომ უფასოდ გაუშვას მარსზე. მე მგონი მის დაბრუნებას არც აპირებდა. მადურომ ამაზე უპასუხა, რომ შენ კაცი არ ყოფილხარო და თუ ესეთი მაგარი ხარო, ჩამოდიო ვენესუელაში და გავმართოთ, ესე იგი, რა ვიცი, მუშტიკრივი რაღაცა ბრძოლაო. შემდეგ მასკმა თქვა, რომ კიო ჩამოვალო, მაგრამ ეს მასკიც ხო ვიცით, ეხა მასკსა და ცუკერბერგს შორის უნდა ყოფილიყო რაღაცა ეს კრივის შეჯიბრი, მაგრამ არ შედგა, ორივე ემზადებოდა, მთელი მსოფლიო მედია ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ მაინც არ შედგა, არც ეს მატჩი ორ ადამიანს შორის არ შედგა და ორივემ ეს დაივიწყა, მაგრამ ილონ მასკი რჩება ნიკოლას მადუროს ერთ-ერთ ყველაზე ესეთ ცნობილ და გამოჩენილ მტრად. როგორც გითხარით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც კანადამ და სხვა ქვეყნებმა, ჯერ კიდევ ადრე დააწესეს სანქციები მადუროს და სადღაც 40-მდე ოფიციალური პირის წინააღმდეგ. სანქციების გარდა ამერიკის შეერთებული შტატები ადანაშაულებენ მადუროს და კიდე რამდენიმე მის მინისტრს ფულის გათეთრებაში და კორუფციაში. საქმეები არის გახსნილი ვენესუელის პრეზიდენტის წინააღმდეგ. მადურო, როგორც გითხარით, აგრძელებს პრეზიდენტობას, ხანდახან პროტესტები უფრო მძლავრდება, უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ რეპრესიების ფონზე, იმიტომ რომ ხალხს იჭერენ, ამ პროტესტებს ძალიან სასტიკად არბებს პოლიცია, ხანდახან არის უფრო ნაკლებ ადამიანს ნახავ კარაკასის ქუჩაში. მე ვუსურვებ დიდ წარმატებას ვენესუელას და ჩვენ ვენესუელელ მეგობრებს კი ვეტყვი make Maduro bus driver again. ეს იყო ეპიზოდი ვენესუელის პრეზიდენტზე, ნიკოლას მადუროზე, გამოყვებით YouTube-ზე, გამოყვებით სხვა სოციალურ ქსელებზე, გვიყურეთ, მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ თქვენ მეგობრებს, ნაცნობებს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.